ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ყველას მოგესალმებით და გთავაზობთ დღის განმავლობაში მომხდარ შოუ-ბიზნესის საინტერესო ამბებს. ჯერ როგორც ყოველთვის ქართული სიახლეებით დავიწყოთ, შემდეგ კი უცხოეთის ამბებით გავიგოთ. ქართული შოუ-ბიზნესის პოპულარულ წარმომადგენლებს თავიანთი უმთავრესი მოვალეობის პარალელურად თბილისის გალამაზება და გამწვანებად შეძლებიათ. თითქმის ყველა ცნობილი სახე ერთად შეიკრიბა იმისათვის, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ხეები და ყვავილები დაერგოთ. აქცია, რომლის ორგანიზატორიც ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად ჰოლდინგი იმედი გახლავთ, ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველი თვის ბოლო შაბათ დღეს მოეწყობა. შენი პროექტი მოკლედ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. სახელწოდებით მივხედოთ, დავასუფთავოთ ქალაქი ჩვენ თბილისელებმა. ეს არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი, აბსოლუტურად ენთუზიაზმზე დაყრდნობილი პირველი, ასე ვთქვათ, მოქმედება, რომელიც ალბათ ტრადიციად იქცევა და იმისათვის, რომ ამას ჰქონოდა განსაკუთრებული თქვა წარმოჩენა საზოგადოებისათვის, მასში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი კულტურის ხელოვნების წარმოჩენილმა სახეებმა. ძალიან მიხარია, რომ ვიღებ მონაწილეობას ამ არაჩვეულებრივ აქციაში და ყოველთვის მზად ვარ იმისათვის, რომ ჩვენი თბილისი იყოს ლამაზი და შვენიერი. და შენახეები დარგეთ. მე დავდგეთ წყავი. წყავი და ეხლა უნდა ვარდები დავდგოთ სიმბოლურად. ხის დარგვა ეს სიცოცხლის გაგრძელება არის. ეს არის სიცოცხლის ჩუქება როგორც მომავლისთვის, ასევე იმ ქალაქისთვის, სადაც ეს კეთდება. ძალიან კარგია ეს ყველაფერი, რაც ხდება. რა თქმა უნდა, ხა საქართველოს და თბილისის გამწვანება ნამდვილად არაკლია, მაგრამ რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო უკეთესი, მით უფრო ლამაზი და სადაც რაც უფრო მოვლილი იქნება ქალაქი, უკეთესი იქნება. ძალიან მიხარია, რომ ესეთ აქციაში მონაწილეობა მივიღეთ, იმიტომ რომ ადამიანი როცა დაიბადება და ის უკვე ცოტა ისეთ ასაკს მიაღწევს, ანუ ბიჭი ყმაწვილობის პერიოდში უნდა დაარგოს აუცილებლად ხე, უნდა აშენოს სახლი და უნდა ყავდეს შვილები და ერთ-ერთი ჩვენ დასაწყისი უკვე გავაკეთეთ. მომღერალ ნეკასების კვარაძეს ორგანიზატორობის დიდი ნიჭი აღმოაჩნდა. როგორც იცით, ის რამდენიმე წელია ხელმძღვანელობს საბავშვო ფესტივალს ბროლის ნაცვლი. ახლა მის უახლოეს გეგმებში არანაკლებ საინტერესო და მასშტაბური პროექტი შედის. ამ კვირაში მივემგზავრები ისრაელში, სადაც იხსნება ქართულენოვანი ტელევიზია, GTV channel, ესე ქვია არხს, რომელიც გავა თითქმის ნახევარ ისრაელზე, გათვლილია იქ მაცხოვრებელი ქართველებისათვის ეს არხი და არხის დევიზით სწორედ ესეთია არხი, რომელსაც დიდხანს ველოდით. არხის სარეკლამო სახელწოდება იქნება ჩვენი არხი. იქნება შემეცნებითი მუსიკალურ გასართობი ფორმატის, იქნება შემოქმედებითი საღამოები, გადაცემები სხვადასხვა ქართველებზე, რომლებიც გაფანტულები არიან სხვადასხვა ქვეყნებში და იქნება, რა ვიცი, ბევრი საინტერესო და კარგი ხარისხიანი მუსიკა, რაც თავარია ამ არხზე. ნეკა იქნება არხის მუსიკალური განყოფილების კოორდინატორი და პროგრამა ათეულის წამყვანი. ასე რომ ის რამდენიმე თვის მანძილზე ისრაელში გააგრძელებს მოღვაწეობას და როგორც გითხრა, ახალ სიმღერებს უკვე ისრაელში ჩაწერს. არხი 28-ში გავა აპრილს ეთერში და 24-ში არის პრეზენტაცია. საკმაოდ გრანდიოზულად იგეგმება ეს პრეზენტაცია 2000 კაციან დარბაზში ქალაქ თელ-ავივში იქნება დიდი კონცერტი, სადაც მოწვეული იქნებიან სხვადასხვა მუსიკოსები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ქართველები. ამ კონცერტში მეც მივიღებ ებრაული სიმღერით მონაწილეობას. ძალიან მიხარია ეს ფაქტი, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ორივე ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო საქმე კეთდება, როგორც საქართველოსთვის, ასევე ისრაელისთვის და თან მიხარია, რომ ძალიან დიდ პრაქტიკას შევიძენ მე როგორც ჟურნალისტი, მოგახსენებათ მესამე კურსზე ვარ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
გალერეა სახლში ახალგაზრდა მოქანდაკის ლევან ბუჯაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. როგორც ლევანმა გითხრა, მას წარმოდგენილი ჰქონდა ნამუშევრები, რომლებიც 18-19 წლის ასაკში შექმნა. თავად ამ ხელოვნებით კი ის უფრო ადრე დაინტერესდა. 15 წლის ასაკიდან დაიწყო და მე ნელა გავაუმჯობეს. ესენი არის ჩემი მოგონილი, კლასიკური ქანდაკებები იმდენად არ მომწონს უფრო და რაღაც მეც ვთქვი რომ ვიგონებ ეგ უფრო სიამოვნებს. და ჩემი შერეული მასალით რო ვაკეთებ ეს უფრო სასიამოვნოა ჩემთვის. თანამედროვეა და ახალია. ძირითადად რკინაში ვმუშაობ, ქვაში და ძვალში ერთმანეთში ურევ ამას. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.